მოგესალმებით, ეს მილენიალია, მე კი ნუგრი შოშიაშვილი გახლავართ. სულ რამოდენიმე ხნის წინ იყო ესეთი კონფერენცია თბილისში, თანამედროვეობა როგორც კრიზისი, სადაც ძალიან ბევრი ცნობილი ინტელექტუალი ჩამოვიდა, მათ შორის ჩართვა იყო ჯეფრი საქსისგან და საკმაოდ საინტერესო კომენტარები იყო, საკმაოდ საინტერესო შეფასებები იყო და ამ შეფასებების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ დღეს სოფლიო იცვლება და საქართველოს როლიც იცვლება. და საქმე პირდაპირ ახსენა რომ საქართველოს ამზადებდნენ როგორც მეორე ფრონტს და შეაქო ქართული მხარე რომ აიცილა ეს პროექტი თავიდან, აიცილა ეს კატასტროფა პირდაპირ თქვა თავიდან და შეძლო ახალ რეალობებზე გადაწყობა. მე ამ კონფერენციაზე ასევე იყო საუბარი იმაზე რომ ჯობია კავკასიამ საკუთარი თავი განიხილოს ერთიან სივრცეთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ის ახალ სამყაროში უფრო ძლიერი იქნება, უფრო კონკურენტუნარიანი იქნება და შეძლებს საკუთარი ინტერესების გატარებას, ვიდრე დაყოფილი ერთმანეთთან მტრულად ყოფი კავკასიური სახელმწიფოები, უნდა გადაილახოს ის კონფლიქტი, რა კონფლიქტიც არის მაგალითად სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის და ერთი მხრივ ეს დიდი ბაზარიც იქნება, მეორე მხრივ კიდე ერთიანი სივრცე იქნება, რომელიც უფრო მდგრადი იქნება. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო საკითხები იყო და ამაზე სასაუბროთ ჩვენ მოვიწვიეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი, პოლიტეკონომისტი ტატო ხუნდაძე. მადლობა, რომ მოხვედი ტატო. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ იმით, რომ ერთ რამეზე გავამახვილოთ ყურადღება. გეოპოლიტიკური რეალობა იცვლება. შეიცვალა უკვე. არ იცვლება უკვე შეცვლილია. მიმდინარეობს ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ომი, არა მარტო სავაჭრო, სატარიფო ომის მიმდინარეობს ტექნოლოგიურ, ყველა დარგში მიმდინარეობს ომი, გარდა უშუალოდ სამხედრო თვალსაზრისით. თუმცა სამხედრო თვალსაზრისით ვიხილეთ ჩვენ პაკისტანი ინდოეთის კონფლიქტის დროს როგორ კარგად აჩვენა საკუთარი თავი ჩინეთმა, როდესაც ჩინურმა ანტისაჰაერო დანადგარმა ჩამოაგდო უამრავი ინდური თვითმფრინავი და აჩვენა რომ ტექნოლოგიური უპირატესობა აჩვენა აშკარად. ამ პროცესის დროს ის ძველი სამყარო, სადაც დასავლეთი იყო ერთადერთი ჰეგემონი, სრულდება ჩვენ თვალწედ. ბევრს არ არჯერა ამის. ახლა ეს ადამიანები ვინც გამოდიან აქციაზე და ვინც ალბათ იდეურად შეიძლება არ გამოდიან, მაგრამ იქარიან, მათ ამის არჯერათ. მაგრამ ფაქტია რომ იცვლება ეს და ჩვენთან თითქოს აი ესეთი განცდა მაქვს, რომ ცდილობენ რომ რაღაც კონტექსტებში ეს გამოიყენო, მაგრამ საერთოდ გაანალიზება არ მოხდეს ამ საკითხის და დისკუსიის ნაწილად არ იქცეს ეს საკითხი. შენც ალბათ აკვირდები ამ პროცესს. კი, ერთ რაღაცას შევნიშნავ, რომ ეს ტრენდი, რაც არსებობს გლობალურად, აღიარებულია თავად ამერიკაშიც, ხო? მაგალითად, სახელმწიფო დივანი რუბიო ამბობს ესეთ რამეს, რომ ჩვენ აღარა ვართ, ასე იგი, გლობალური დომინანტი სახელმწიფო, ჩვენ შეიძლება ვიქცეთ არა ერთ სახელმწიფოდ, რომელიც ძალიან დომინირებს მთელ მსოფლიოზე, არამედ ერთ-ერთ სახელმწიფოდ, ხო? ანუ ეს აღიარებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამას წინ უდგას ის ისტორიული ეკონომიკური პროცესები, რაც განვითარდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. და როგორც ეკონომისტი მინდა შეგეკითხო, ეს იყო აი ახსენე შენ უკვე ეკონომიკური მიზეზები აქვს ამას თუ სუფთა გეოპოლიტიკური მიზეზები აქვს? ეს ერთმანეთისგან თულია რომ ფაქტობრივად შეუძლებელი რომ გამიჩნოთ ერთმანეთისგან, ხო? იმიტომ რომ ეკონომიკა თავისი არსით არის ბაზისი პოლიტიკური პროცესების და პოლიტიკური პროცესები თავისთავად ქმნიან გარკვეულ ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, ცვლილებებს. ანუ ერთმანეთთან არის გადაჭაჭული. როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, იყო ერთი სახელმწიფო, ერთი ლიდერი და ის ქმნიდა გლობალურ ჰეგემონიას. მაგრამ ამასთან ახლდა საკუთარი წარმატებით, ასე ვთქვათ, ხიბლი, საკუთარ წარმატებაში, ასე ვთქვათ, ხიბლში გადავარდნა, რომ აი ჩვენ ვართ ერთადერთი ლიდერი და ჩვენ შეგვიძლია ავაწყოთ ისეთი სისტემა, სადაც ფაქტიურად ქარხნების საწარმოები იქნება განვითარებად სახელმწიფოებში გადატანილი და ჩვენ ვიქნებით ამ გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვის ცენტრში, უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ სათავეში, ანუ ჩვენთან შეიქმნება მხოლოდ ისეთი
ტექნოლოგიები, რომელიც საჭიროებს აი უმაღლეს ცოდნას ამ ტექნოლოგიური ზოგადად განვითარების მხრივ. დანარჩენი ეს რუტინული სამუშაო რაც არის, მის ქარხნების აწარმოები იქნება გლობალურ პერიფერიაში. მაგრამ შემდეგ რა მოხდა? შემდეგ ამის შედეგად მოხდა ის, რომ ამ სახელმწიფოებში, კონკრეტულად ჩინეთში, არა მხოლოდ ისწავლეს კონკრეტულად რაღაცების აწყობა პირობითად, ხო? არამედ თავად დაიწყეს უკვე ახალი საქონლის წარმოება და ტექნოლოგიების წარმოება და აქ ერთ რამეს უნდა დავაკვირდეთ. ანუ ჩინეთი იქცა გლობალურ წარმოებლად მანქანათმშენებლობაში. მანქანათმშენებლობა ითვლება, რომ ეს არის ერთ-ერთი მწვერვალი ზოგადად ტექნოლოგიური წინსვლის. და ის სახელმწიფოები, რომლებიც აწარმოებენ ავტომანქანებს, როგორც წესი ითვლებიან თავარ ინდუსტრიულ სახელმწიფოებად. ერთ დროს ამერიკა ესეთი სახელმწიფო იყო. დღეს ასეთი სახელმწიფო აღარ არის ამერიკა. კიდევ შეიძლება ვთქვათ, რომ ბოლოს რაც შეგვიძლია გავიხსენოთ, ეს არის DeepSeek-ის მომენტი. ესე იგი, რა არის DeepSeek-ის მომენტი? ესეთი ტერმინი არსებობდა ამერიკაში სპუტნიკის მომენტი, როდესაც საბჭოთა კავშირმა პირველად გაუშვა მაშინ ხო? დეპრესია დაემართა თელერის. იმიტომ რომ ისინი მოელოდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო 10-20 წლის შემდეგ და არა მაშინ, როდესაც მოხდა ეს 1957 წელს, ხო? და ამის შედეგად იყო ეს, რომ დაარქვეს სპუტნიკ მომენტი, ანუ სპუტნიკის მომენტი, რაც ნიშნავდა იმას, რომ ეს იყო დიდი, ესე ვთქვათ, შიში, რომ ისინი ჩამორჩნენ ტექნოლოგიურად. ესეთი რამ მოხდა ხელოვნური ინტელექტის განვითარების მხრივ, როდესაც ჩინელებმა გამოუშვეს, ანუ ჩინურმა კომპანიამ DeepSeek. და ფაქტიურად ეს იყო დიდი ტექნოლოგიური და ესე ვთქვათ, ცვლილება გლობალურ ესე იგი ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე. მაგრამ ერთ რამეს უნდა დავაკვირდეთ აქ. რატომ არის DeepSeek-ი საინტერესო? იმიტომ რომ ადამიანები, რომელმაც ეს DeepSeek-ი შექმნეს, მათ არ ჰქონდათ განათლება მიღებული ევროპაში ან შეერთებულ შტატებში. ისინი მათ მიიღეს განათლება ჩინეთში. ანუ თითქოს ესეთი რამ ადრეც ხდებოდა, რომ აი ადამიანები წავიდნენ ჩინეთიდან, ისწავლეს ამერიკაში და რაღაცა ცოდნა ჩამოიტანეს შიგნით, ხო? ეს თავისთავად არ იქნებოდა იმის მანიშნებელი, რომ რაღაცა ჩინეთი დიდ ნაბიჯებს დგამს განვითარებაში. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ადამიანები მათ ჰქონდათ განათლება ჩინეთში მიღებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი ტექნოლოგიურად უკვე ძალიან მაღალ საფეხურზე იმყოფება, ესე ვთქვათ, თავისთავად არის თვითქმარი და მას არ ჭირდება ის, რომ გააგზავნოს პირობითად ჰარვარდში ან MIT-ში სტუდენტები იმისთვის, რომ მე მათ უკან ცოდნა დაიბრუნონ. ხო, ანუ ჩინეთი გახდა თავისი არსით ტექნოლოგიურად თვითქმარი და ამერიკამ დაკარგა როლი, რომელიც მას გააჩნდა ამ ტექნოლოგიურ ჯაჭვში. ეს იყო, ასე ვთქვათ, ზედა საფეხური, ხო, დანარჩენი ქვედა საფეხურები იყო სხვა განვითარებადი ქვეყნებისთვის. ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი, ანუ ეკონომიკური ბაზისი შეიცვალა. და ეს არის ერთგვარი წინააღმდეგობა, ხო, თანამედროვე კაპიტალისტური სისტემის, რომლის ცენტრში იყო ამერიკა. მეორე წინააღმდეგობა არის ის, რომ ამ ქარხნების გადატანამ და ასე შემდეგ და დოვლათის თავმოყრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიწვია ის, რომ ამერიკა გახდა გრავიტაციის ცენტრი. ნუ ყველა სურდა ამერიკაში და სურს დღემდე, რომ იქ წავიდეს, იქ იშოვოს სამსახური, იმიტომ რომ შემოსავლები იყო განსხვავებული. ამან რამ გამოიწვია? სწრაფით გამდიდრება ამერიკაში იყო. ამერიკაში იყო შესაძლებელი და მეტნაკლებად დღესაც ასეა, ხო? ანუ რა პროცესები გამოიწვია? გამოიწვია ის, რომ ბევრი ქვეყნიდან წავიდნენ ამერიკაში, ასე ვთქვათ, საცხოვრებლად, ანუ მიგრაციის დონე გაიზარდა. ამას ემატება ისიც, რომ როდესაც ამერიკა აწარმოებდა ამ ჩარევებს, საგარეო ჩარევებს, ეს კრიზისები რაც იქნებოდა და იშლებოდა ადგილობრივი სოციალური ინფრასტრუქტურა, ეს ადამიანები იზოლებული იყვნენ, რომ დაეტოვებინათ ქვეყანა. იქნება ეს სირია, იქნება ეს ავღანეთი და სადაც წასულიყვნენ ან ევროპაში, ან შეერთებულ შტატებში, სადაც იყო ეს მიზიდულობის ძალა. და აქ ხედავთ ერთგვარ წინააღმდეგობას. რა წინააღმდეგობა? ერთი მხრივ შენ გინდა რომ პირობითად იყო განვითარებული ქვეყანა, იყო მიზიდულობის ცენტრი და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ არ გინდა რომ ყავდეს მიგრანტები. და კიდევ ერთი პრობლემა ემატება ამას, ის რომ თვითონ ამერიკელებს აღარ სურთ იმუშაონ
ისეთ სფეროებში, ინდუსტრიებში, რომელიც მოითხოვს უფრო ესე ვთქვათ შავ სამუშაოს. ხო? ან ეს არ არის მხოლოდ ინდუსტრიები, ეს არის ასევე სერვისების სექტორი, მაგალითად რესტორნების ბიზნესი და ასე შემდეგ. ხო, ეს ეგრეთ წოდებული შავი სამუშაო. მიგრანტებზე უნდა არიან მიგრანტებზე და ძირითადად დამოკიდებული, ხო? მაგრამ ესეც წინააღმდეგობას ქმნის. კი, შენ შეიძლება არ გინდა ამ სფეროებში მუშაობა, მაგრამ მაშინ მიგრანტები გჭირდება. მაგრამ თუ მიგრანტები გჭირდება, მაშინ შენ შიგნით გექმნება ეს ნაციონალისტური ტალღები, რისი, ესე ვთქვათ, საფუძველიც იყო ის, რომ ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში. თან დავამატოთ ერთი მომენტი, რომ ძირითადად დემოკრატების პოლიტიკა იყო ტრადიციულად ეგრე ითვლებოდა, რომ ისინი მიგრანტებს უწყობდნენ ხელს და ისინი ზრდიდნენ საკუთარ ამომრჩევლებს ამით. და იცვლებოდა ესეთი სურათი, რომ თუ კი აქამდე ამერიკა მაინც მიიჩნეოდა თეთრკანიან პროტესტანტ რაღაც კულტურაში ყოფ ადამიანების რაღაცა კულტურად, რომელიც არ ცვლილებდა დანარჩენებზე, ხო, რაღაცნაირ კულტურულ ჰეგემონიას, ხო? დღეს უკვე შეიცვალა ეს და დღეს უკვე ცოტა სხვანაირად არის იქ. დღეს უკვე კათოლიკური ელემენტი არის, ხო, ლათინოამერიკული გავლენებით შემოსული, რომელსაც აბსოლუტურად სხვა ფასეულობითი სისტემა აქვს. ის პროტესტანტული ეთიკაც დაიკარგა, ისეთი აღარ არის როგორიც იყო. და ის კეთილგანწყობაც, რაც ადრე იყო ამერიკაში, რომ გიღემოდნენ, ხო? ხა ჩვენ ხედავთ კალიფორნიაში რა ხდება. აი ზუსტად ამის შედეგია, ანუ კალიფორნიაში რაც ხდება, ზუსტად არის ამის შედეგია, რომ შემოვიდა ძალიან ბევრი მიგრანტი, მათ შორის ლათინური ამერიკიდან. ეს ადამიანები ცხოვრობენ, ბევრი არის ისეთი, რომელსაც არ აქვს შესაბამისი დოკუმენტები და აქ ქონდა ორი პოლიტიკური პარტიის დაპირისპირება, ხო? რაც ჩვენ თქვი, რომ ერთი პოლიტიკური პარტია ამბობდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შემოვიყვანოთ ეს ადამიანები იმისთვის, რომ თქვათ მათ შეასრულონ ის სამუშაოები, რაც ჭირდება დღეს ბიზნესს. ხო? ანუ ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აი ამომრჩევლების საკითხი, ამომრჩევლები ჩავანაცვლოთ. რასაც იყენებს თქვათ რესპუბლიკური პარტია, ხო? იმიტომ რომ ხშირად ის ადამიანები, მიგრანტები, ვინც შემოდიან და შემდეგ ხდებიან ამერიკის მოქალაქეები, არ არიან დემოკრატების ამომრჩევლები. ხო, ეს უბრალოდ ეს წინასაარჩევნო ის იყო, ასე თქვათ, ეშმაკობა, ის რომ აი თქვათ, ახლა თუ არ ჩავკეტეთ ეს მიგრაცია და შემდეგ სერიოზული პრობლემა შეექმნება ამერიკას, მაგრამ ეს უშუალოდ მათი დებატებია. მაგრამ ერთი ზოგადი სურათი რაც შეიძლება დავინახოთ არის ის, რომ არის ეს წინააღმდეგობები. ანუ ერთი მხრივ შენ გინდა რომ ქარხნების საწარმოები იყოს სხვა ქვეყნებში, რომ შენ ასე ვთქვათ დაზოგო თანხები იმისთვის რომ ხარჯები დაზოგო როგორც კომპანიამ და კომპანიებს წარმოადგენს ხო ამერიკის მთავრობა ძირითადად მათი ასე ვთქვათ ლობირების შედეგად ხდება მათი არჩევა. მაგრამ მეორე მხრივ ხდება შენი დეინდუსტრიალიზაცია, ხო? ეს ერთი წინააღმდეგობა. მეორე შენ გინდა იაფი ხელი ქვეყანაში, მაგრამ ამასთან ერთად არ გინდა, ხო, არ გინდა რომ ესე ბევრი იყვნენ ეს ადამიანები, იმიტომ რომ შეგნით ქმნის ამ ნაციონალისტურ, ასე ვთქვათ, ტალღებს და ერთმანეთთან დაპირისპირებას, რასაც ხედავთ დღეს კალიფორნიაში. ანუ აი ესეთი შინაგანი დაპირისპირებები იქმნება ამერიკაში და ამის შედეგად ჩვენ მივიღეთ ესეთი, ასე ვთქვათ, რთული პოზიცია, რაშიც იმყოფება დღეს შეერთებული შტატები და არ ვიცი ამას რამდენი ხანი დაჭირდება. ალბათ დიდი ხანი დაჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტიურად ძალიან პოლარიზებულია ეს მხარეები, ანუ არ არსებობს ისე რომ თქვათ რაღაცა ძალიან ამოვიყოთ იმიდან უჯრიდან და რაღაცა ინსტრუმენტით გადავჭრათ ეს პრობლემა, ეს ფუნდამენტური პრობლემა. ანუ ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ დაინახავენ ამერიკული ელიტები 20-30 წლის შემდეგ საკუთარ მომავალს. თვითონ ტრამპის პოლიტიკას, ნუ თავიდან ახლა მე როგორც არალიბერალს, ანტილიბერალს პირდაპირ ვიტყვი, მიხარობდა ტრამპის მოსვლა, მაგრამ ეხლა როდესაც უყურებ, გასაგებია რომ ის უფრო ჩვენთვის უფრო მიუღებელია დემოკრატია, მაგრამ ტრამპი არაა გამოსავალი როგორც ჩემი თვალსაზრისით, იმიტომ რომ მისი ეს პოლიტიკა, თუნდაც სატარიფო პოლიტიკა, ხო? არ მოაქვს ის ეფექტი, რა ეფექტის ვებსაც მოგვიყვება. პირიქით, უკვე პროცესი მიდის, უფრო დასუსტება მიდის და არა გაძლიერება. სატარიფო ომმა აჩვენა, რომ უფრო სწრაფი ტემპებით იწყება დედოლარიზაციის პროცესი, უფრო სწრაფი ტემპებით იწყება ალტერნატიული გზების, სავაჭრო გზების შექმნის, ალტერნატიული ძალაუფლების ცენტრების შექმნის პროცესი. ანუ
ტრამპი სიამოვნებაში აჩქარებს, მეგრე ეგეც შთაბეჭდილება მაქვს, აჩქარებს ამერიკის დასუსტებას. ну, იცი რა არის, აქაც არის კიდე ერთი ფუნდამენტური წინააღმდეგობა რა, რასაც აწყდება დღეს ამერიკა განვითარების პერსპექტივიდან, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივიდან. ნახე, როგორ რაღაც ამბობს, რომ აი ჩვენ უნდა დავაწესოთ ტარიფები. და ამის პარალელურად ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი დოლარი, რომელსაც ყველა ენდობა. ანუ ჩვენ გვჭირდება ძლიერი ინდუსტრია და ამასთან ძლიერი დოლარი. ეს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, იმიტომ რომ შენი ვალუტა თუ ძლიერია, ანუ ასე ვთქვათ, უფრო ძვირად იყიდება, მოდი ასე ვთქვათ. ეს ნიშნავს იმას, რომ შენი ადგილობრივი წარმოება ბევრად უფრო ძვირია. ხო? და ვერ ყიდულობენ სხვები. სხვები ვერ ყიდულობენ. ანუ შენ თუ გინდა რომ ექსპორტი წაახალისო და დააბალანსო შენი, ასე ვთქვათ, სავაჭრო სალდო, ამ შემთხვევაში შენ უნდა მოახდინო ვალუტის მანიპულაცია. ანუ ასე ვთქვათ, გაუფასურო შენი ვალუტა სხვა ვალუტებთან მიმართებაში, რომ შენი ადგილობრივი წარმოება გახდეს უფრო, ასე ვთქვათ, კონკურენტუნარიანი. ამიტომაც ეს წინააღმდეგობა საკმაოდ რთული გადასალახია, ხო? ანუ შენ ამას ორივეს ერთად ვერ გააკეთებ, ან ერთი უნდა აირჩიო, ან მეორე. აქ კიდე ერთი რამე არის საინტერესო. 1980-იანი წლების შემდეგ ამერიკა ჩამოყალიბდა როგორც ფინანსური, ასე ვთქვათ, ჰეგემონი, ხო? ეს აღარ არის ინდუსტრიული ჰეგემონი. ეს არის ნიშნავს იმას, რომ ერთი მხრივ ტექნოლოგიები ხდება, აი უმაღლესი საფეხური რაც არის იქნება ჩვენთან უნივერსიტეტებში. მეორე მხრივ მთელი ფინანსები რაც არის, ხო, მსოფლიოში რა ფულიც გროვდება და ასე შემდეგ, ეს ძირითადად მიდის Wall Street-ზე. ხო? ანუ ფინანსური ჰეგემონია გვაქვს. შენ არ შეიძლება ერთად გქონდეს ფინანსური ჰეგემონია და ინდუსტრიული ჰეგემონია. ამას ორივეს ერთად ვერ გააკეთებ. შეკითხვა რატო? ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ ანუ ნახე როგორი რაღაც არის, მაშინ შენ ვალუტას უნდა გქონდეს დობა. ხო, როდესაც ჩვენ ფინანსური ჰეგემონია, ანუ ჩვენ ყველას უნდა გვინდოდეს რაღაც ჩვენი სიმდიდრის დოლარში შენახვა. ხო? თუ ჩვენ ჩვენ ყველას დოლარში გვინდა შევინახოთ, ვენდობით დოლარს და ასე შემდეგ, მეორე მხრივ შენ მოდიხარ უკვე ინდუსტრიულ სექტორთან წინააღმდეგობაში. ოდეში აი ისტორია მაინტერესებს ამის. ამერიკა იყო ყველაზე ინდუსტრიული სახელმწიფო მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. ნუ 70-იანი, 80-იან წლებამდე ესე იყო. ყველაზე ინდუსტრიული სახელმწიფო იყო მსოფლიოში. მაშინ როგორ იყო? მაშინ არ იყო ფინანსური ცენტრი. მაშინ არ იყო, აი ერთ მაგალითს მოგიყვან. სხვათა შორის ეს პოლ კრუგმანი წერს თავის წიგნში, რომ 1960-იან, 70-იან წლებამდეც კი ბანკირის პოზიცია იყო საკმაოდ მოსაწყენი პოზიცია, ანუ პოზიციაში გულისხმობს სამუშაო. ეს იყო რაღაცა კლერკი, რომელსაც ჰქონდა არც თუ ისე მაღალი შემოსავალი, რომელსაც ჰქონდა მიდიოდი და რაღაცა ეს კლერკულ სამუშაოს ეწეოდა. და ახლა შევადაროთ თანამედროვე ბანკირი, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ფინანსური ცენტრების, ასე ვთქვათ, თავარი სიმბოლო, ხო? ანუ მაშინ ფინანსური სექტორი არ იყო ესეთი ძლიერი. ანუ ამერიკაში არ იყო ესეთი ძლიერი ფინანსური, ასე ვთქვათ, წარმომადგენლობა. რაც არის დღეს. ანუ ფინანსიალიზაციას უწოდებენ ამ ყველაფერს, ხო? 1980-იან წლებიდან იწყება ფინანსიალიზაცია, ანუ ფინანსების სექტორი ხდება თავარი მამოძრავებელი ძალა ამერიკული ეკონომიკის. ანუ ეს განსხვავება არის. ეს ორივე ერთად შეუძლებელია გქონდეს, გაგაჩნდეს შენ. ანუ ეს არის ფუნდამენტური პრობლემა. კარგით, ესე იგი, შენ ამბობ, მოდი ესეთ ლოგიკას ავაგებ. შენ ამბობ იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა რაღაც ეტაპზე უარი თქვა ყოფილიყო ინდუსტრიალური ცენტრი, გადავიდა მოახდინა საკუთარ ქვეყანას ფინანსიალიზაცია და გადაიტანა ინდუსტრიები გარეთ, ну, ინდოჩინეთის ტერიტორიაზე, ну, იქ კორეაც იყო, იქ იაპონიაც იყო და საბოლოოდ, ну, ჩინეთი ერთმა ისარგებლა ამით. და მე ამ სახელმწიფოებმა ისწავლეს იმ რაღაცების კეთება და აღარ ჭირდებათ მათ ამ უმაღლესი ტექნოლოგიების გადმოტანა უკვე ამერიკიდან. აი ეს არის პრობლემა. ეხლა ანუ ეს ქმნის დილემას. ეს ქმნის დილემას. მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ იმას, რომ ლაპარაკია უკვე ეგრეთ წოდებულ ციფრულ ფულზე. ციფრულ დოლარზეც იყო საუბარი და არა მარტო ციფრულ დოლარზე, არამედ საუბარია ჩინურ ვალუტაზე, იანზე, რომელსაც სხვათა შორის ახალისებს ევროპული სახელმწიფოებიც.
ახალგაზრდა ევროპულ სახელმწიფოებს. რატომ ხდება ეს? დოლარისადმი ნდობა იკარგება ეტაპობრივად თუ რამე სხვა რამეში არის საქმე? დოლარის მიმართ დაიკარგება ნდობა და იკარგება იქიდან გამომდინარე რა პოლიტიკაც გააჩნდა ამერიკას, ხო? ეს იყო სანქციების პოლიტიკა და გამოყენება საკუთარი ფინანსური დომინაციის სხვა ქვეყნებთან კონფლიქტის დროს, ხო? დავინახეთ რუსეთთან მიმართებაში, დავინახეთ ირანთან მიმართებაში და ყველა სახელმწიფოებთან მიმართებაში, ეს არის სანქციების პოლიტიკა. და ეს იწვევს ძალიან დიდ ეჭვებს ამ დიდ განვითარებად ქვეყნებში და განვითარებულებშიც, ხო? მათ შორის საუდის არაბეთი იქნება ეს და სხვა ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დოლარი შეიძლება ვეღარ იყოს მომავალში გარანტია იმისა, რომ ჩვენ სიმდიდრეც მას შევინახო და ეს იქნება დაცული. ხო? ამიტომ ხდება ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, დოლარის მიმართ ნდობის რღვევა. ეს შეუქცევადი პროცესია. ეს მოხდება ძალიან ნელა, მაგრამ აუცილებლად მოხდება. და სავარაუდოდ ჩვენ გვექნება მულტიპოლარული სამყარო, სადაც იქნება რეგიონული ცენტრები და არა ერთი გლობალური ცენტრი. ეს რას ნიშნავს? ანუ რო წარმოვიდგენ ეს რას ნიშნავს, რომ მაგალითად ფინანსური ცენტრი იქნება სხვები თუ პოლიტიკური ცენტრიც იქნება სხვები? ანუ ესე შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ პირობითად ამერიკას ექნება თავისი დომინაციის სფერო, პირობითად ეს იქნება თვითონ ამერიკის კონტინენტი, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ეს იქნება მის ასე ვთქვათ გავლენის სფერო, შეიძლება გარკვეული გავლენის სფეროები აქეთ ხარისაც დაიტოვოს. პირობითად ევროპას ექნება თავისი გავლენის სფერო, ჩინეთს ექნება თავისი გავლენის სფერო და ამ გავლენის სფეროებს შორის მოხდება გარკვეული სახის ინტერაქცია, გარკვეული სახის თანამშრომლობა. ესე აღარ იქნება, რომ ეს ცენტრალიზებული იყო ამერიკის შეერთებული შტატები, რასაც იტყოდა, ამერიკის საელჩო რასაც იტყოდა, ხო, ისე უნდა გაკეთებულიყო ყველაფერი. ახლა გვექნება რაღაცა ადგილობრივი მიზიდულობის ცენტრები. და ეს ბუნებრივია და მე მგონია, რომ თვითონ ამერიკაშიც კარგად ესმის, აი წან რაც ვახსენე, ხო, სახელმწიფო მდივნის პოზიცია, რუბიოს პოზიცია, რომელიც კარგად ხედავს ამას. და იაზრებს, რომ ამას შენ ვერ შეეწინააღმდეგები და რაც უფრო შეეწინააღმდეგები, მით უფრო დასუსტები ამ წინააღმდეგობაში და თავად გახდები იზოლირებული. ამიტომ ეს ისე უნდა გააკეთო ეს ტრანზიცია, რომ ნაკლებად დაზიანდე. ხო? ახლა ამაზე მიდის მუშაობა. და რასაც ვაკვირდებით ამ გლობალურ ძროებს, სწორედ ამის ასე ვთქვათ გამოძახილია. მაგრამ ჩვენ რადგანაც ვიმყოფებით აზრობრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ პერიფერიაში, ეს ხშირად ძალიან გვიან აღწევს ჩვენთან. ხო? დაწყებული მოდიდან დამთავრებული პოლიტიკური პროცესები. მაგრამ ნახე, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვართ, რომელიც დაუპირისპირდა, მოდი ისე ვთქვათ, ამერიკის საელჩოს ამ კონტექსტში. ამას როგორ ხსნირი? აი რა არის ჩემთვის გასაკვირი? ერთი მხრივ ყველაფერი შევაგვიანებთ. და იქიდან მეორე მხრივ აქ აღმოჩნდა ძალიან ინოვატორი პიონერები, ესე ვთქვათ. ძალიან პიონერები აღმოჩნდა. რითი ახსნე ამას? მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ისტორიული გამოცდილებით. ანუ 2008 წლისიდან ჩვენ გარკვეული გაკვეთილები გამოვიტანეთ, როგორც ჩანს. და ვისწავლეთ. და მეორე გაკვეთილი იყო, რაც წინ ქონდა უკრაინის მაგალითი, რომ რა შეიძლება დაგვემართოს. თუ ჩვენ მოვიქცევით ირაციონალურად, არა პრაგმატულად. და ესე ვთქვათ, ამან გვასწავლა. ეს არ იყო ისე, რომ ჩვენ რაღაცა ჩვენით ვისწავლეთ ეს ყველაფერი, რაღაცა ჩვენ თვითონ დაუშვით რაღაც მომენტში შეცდომები, როგორც ქვეყანამ, როგორც საზოგადოებამ და აქედან ვისწავლეთ და გამოვიტანეთ გარკვეული გაკვეთილი. ჩვენ არ ვყავს სხვა პარტნიორი, ან საქართველოს პატრონი სხვა არავინ არ არის გარდა საკუთარი თავისა. ხო, ასეა. იმიტომ რომ თქვათ თუ მოლდოვას ყავს რუმინეთი, ხშირად მოლდოვის მაგალითი მოყავს, ხო? საქართველოს არ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც მას დაიცავს, მისი მხარდამჭერი იქნება. მისი, ასე ვთქვათ, ლობისტი იქნება, თუნდაც ევროკავშირში. ხო, რაღაცა, რომ ის მზად იქნება მისთვის იომოს პირობითად. ხო? შეიძლება რუმინელებმა იომონ მოლდოვისთვის, მაგრამ საქართველოსთვის არავინ არ იომებს. და ამიტომაც მე მგონია, რომ ჩვენ აღმოჩნდით ისეთ ვითარებაში, რომ რაღაცა გარკვეული გაკვეთილები გამოვიტანეთ, ოღონდ ამას ვერ ვიტყოდით თლიან საზოგადოებაზე, ხო? არის საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომელიც პირიქით ამ ჩვენ საუბარს როცა ისმენს, ალბათ ფიქრობს, რომ ჩვენ რაღაცა
ვართ ქვეყნის მტრები, ჩვენ ვართ რუსეთის მოსყიდულები და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ზუსტად იგივე ადამიანები ამბობენ, რომ აი რუბიოც ისიც ტრამპიც რუსეთის აგენტები არიან და ეს არის ინფანტილური დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკური პროცესების მიმართ. ესე აი როგორ ხო უყურებ მაგ პროცესს. იდეაში რა გააკეთეს ლიბერალებმა პირველი აკადემიურ სივრცეში წავიდნენ, ხო? რატომ მოხდა აი როდესაც შენ რაღაცნაირად იზიდავ? ხო გასულ თავდაპირველად ასაკეთებენ სამეცნიერო გრანტებს გასცემდნენ ხოლმე, იზიდავდნენ ინტელექტუალებს და ასე შემდეგ. როგორ მოხდა რომ შენ აქცენტი გააკეთე ინტელექტუალებს, მაგრამ მაინც ინფანტილიზაცია მოგივიდა რა ესე ვთქვა. შენ იმ სეგმენტის, რა სეგმენტსაც შენ მართავდი, ისინი ჩააგდე ინფანტილურ მდგომარეობაში. ჩავარდნენ ინფანტილ იმის მიუხედავად რომ შენ ინტელექტუალებს იზიდავდი. როგორ მოხდა ეს შენი აზრით? აი რატომ მოხდა უბრალოდ? არა, ეს ასეც არის ჩაფიქრებული. ანუ, როდესაც იყო ეს ლიბერალური ჰეგემონია სოფლიოში, მასეც იყო ჩაფიქრებული, რომ რის საშუალებით უნდა მომხდარიყო ეს. ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით და ეს ძალიან იაფია ამის კეთება. აი, ერთ წუთს წარმოვიდგინოთ, რომ აი ჩვენ ვიმყოფებით ბაიდენის პირობითად ადმინისტრაციაში და ჩვენ გვავალია სახელმწიფო მოკლედ გვავალებს ესეთ რამეს, რომ მართოთ ეს პროცესები. როგორ შეიძლება ამის გაკეთება იაფად? ამის გაკეთებაში იაფად შეიძლება ისე, რომ ჩვენ დავაფინანსოთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩავდოთ ამაში ფული, მოვისყიდოთ ის ადგილობრივი ელიტები და მოვახდინოთ მათი ინფანტილიზაცია. ზოგიერთი მართლაც ინფანტილურად უყურებს, ბავშვურად უყურებს, რომ არიან კეთილი და ბოროტი ძიები სოფლიოში და ასე შემდეგ და ზოგიერთი აცნობიერებს, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ მათი ეკონომიკური ინტერესი დგას ამის უკან, ხო? ამიტომ მე ვუკავშირებ ამას იმას, რომ ეს იყო მიზანმიმართული, ხარჯ-დეფექტური პროცესი, მართვის პროცესი ამ პერიფერიული რეგიონების. ხო? ესე იყო. ანუ ხა წარმოვიდგინოთ სხვა ალტერნატიული რეალობა, ანუ სხვა რა უნდა გააკეთო. უფრო ძვირი რა დაგიჯდებოდა. ძვირი დაგიჯდებოდა ის, რომ მაგალითად შენ სამხედრო ჩარევა მოგეხდინა. ესე გააკეთებინა, ხო? ან მეორე რომ მართლა განგევითარებინა ეს ქვეყნები, ინდუსტრიალიზაცია გააკეთებინა ის სამხრეთ კორეაში, რაც მოხდა, რომ დაეხმარა, ხო, შეერთებული შტატები იმ პერიოდში, იმიტომ რომ ეშინოდა კომუნიზმის გავრცელების სამხრეთ კორეაში და მისცა მას საშუალება განვითარების. რა თქმა უნდა, სამხრეთ კორეელების როლი დიდი იყო ამაში, მაგრამ იმ პერიოდში 1960-ან 70-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებდა და აძლევდა უფლებას საკუთარ პარტნიორებს და მოკავშირეებს განევითარებინათ ეკონომიკა და რომ შექმნილიყო ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების დერეფანი ამ საბჭოთა და სოციალისტური ქვეყნების ირგვლივ, რომ იქ არ გავრცელებულიყო კომუნიზმი. იმიტომ რომ ამის საფრთხე არსებობდა, ხო? ამიტომ ამას უკავშირდება ტაივანის ინდუსტრიალიზაცია, ამას უკავშირდება სამხრეთ კორეის ინდუსტრიალიზაცია, იაპონიის ინდუსტრიალიზაცია და ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებული ის მარშალის გეგმა და ასე შემდეგ, ხო? გარკვეული უსაფრთხოების კორიდორი შექმნილიყო საბჭოთა კავშირის მიერ, გარკვეული ბუფერი. და შემდეგ იცვლება 80-იან წლებში ეს განვითარების პარადიგმა იცვლება, რომ აღარ მჭირდება ამდენი ჩარევა, ეს ბევრი ფულის ხარჯვა, მოდი NGO-ები დავაფინანსოთ, უფრო იაფია, მოვისყიდი ამ NGO-ებს, გადავხდი ფულს და ამის ასე ვთქვათ, კეთება უფრო ადვილია. პრობლემა რა არის, იცი მთავარი, რაში არის პრობლემა? ანუ ესე იგი, ცხადია, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აკეთებდა კარგსაც ან ვერ ვიტყოდი რომ ცუდს აკეთებდა. შეიძლება არაფერს არ აკეთებდა, ხო? ანუ იყო ესეთი პროცესებიც. და იშვიათი შემთხვევები იყო, რომ აი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც აი ანტისახელმწიფოებრივ პროცესებში დაიწყეს ჩართვა, ხო? პრობლემა არის იმაში, რომ თქვათ, კი ბატონო, შეიძლება მიიღო განათლება ამერიკაში, დასავლეთში, მიიღო გრანტები, რაღაცა საქმეები აკეთო დასავლური ფულით, მაგრამ როდესაც საქმეზე დგება და როდესაც შენი ქვეყნის უსაფრთხოება დგება, ასე ვთქვათ, და ეს არის ასე ვთქვათ, ცენტრალური ამ შემთხვევაში დარტყმის ქვეშ, ანუ აი ამ შემთხვევაში რა არჩევანს ვაკეთებთ?
ხო, ამ შემთხვევაში რა ჩემს ვაკეთებ? ანუ ის რომ მე მივიღო კიდევ დამატებით გრანტი, თუ მე უარი ვთქვა ამაზე და თქვა რომ იცი რა, კი, მადლობელი ვარ ამერიკის ამდენი ხანი თქვათ ვაფინანსებდა პირობითად ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვერ გავაკეთებ იმას, ანუ ჩემს სამშობლოს ვერ უღალატებ და ვერ გავაკეთებ იმას, რომ იმის გამო რომ გრანტი ავიღო, რაღაცა გავანადგურო ჩემი სახელმწიფო, ხო? როდესაც ასეთი არჩევანის წინაშე ვდგებით, არ შეიძლება ამის კეთება და ეს ალბათ რაღაცა თანამედროვე ამბავი არ არის, ხო? ისტორიულადაც ასეთი შემთხვევები იყო, ხო? როდესაც ქართველები, რომლებიც მსახურობდნენ უცხოეთში, სხვადასხვა იმპერიების იმაში, ხო, ჯარში და ასე შემდეგ, როცა საქმეზე მიდგებოდა, რა ვიცი, ისინი არ ღალატობდნენ საკუთარ ქვეყანას, იგივე გიორგი სააკაძის შემთხვევას თუ გავიხსენებთ, ხო? ანუ ის რომ იქ გარკვეული პრივილეგიები გაგაჩნია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კრიტიკულ ვითარებაში უღალატო შენს ქვეყანას. და მე მგონია, რომ რას ესენი აკეთებდნენ ახლა, არ ვიცი, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ეს იყო შენი ქვეყნის, შენი კულტურის, შენი მეგობრების, შენი ოჯახის, იმიტომ რომ ვის დაიმუქრებოდა ის საფრთხე. ანუ ვინ მოხდებოდა იმ საფრთხის წინაშე, ხო? ვინ დადგებოდა? ეს იქნებოდა ისევ შენი კლასელები, შენი მეგობრები, ხო? და ასე შემდეგ. და უშუალოდ შეიძლება შენც, იმიტომ რომ ეს ომი არის ისეთი რამე, რომ მას ვერავინ ვერ გაიქცევა. მაგრამ ცხადია, ზოგიერთი ისეც უყურებს სამყაროს, რომ აქ თუნდაც დაინგრეს, ყველაფერი განადგურდეს, მე წავალ პოლიტიკურ თავშესაფარს მოვიპოვებ უცხოეთში და იქიდან ვიწუწუნებ, რომ რა ცუდია რუსეთი. ხო? მათ აღარ აინტერესებთ ამ ქვეყანაში რა მოხდება, დაინგრევა, განადგურდება და ესე უყურებენ სამყაროს. სხვათა შორის, აი უკრაინაში NGO-ები, აი ახალი კანონი რომ მიიღეს, ეგ შარშანი იყო თუ შარშანზე აღარ მახსოვს, NGO-ებში მომუშავე ადამიანებს ჯარში არ იწვევდნენ. მთელი რიგი პრივილეგიები ჰქონდათ მათ და ესე იგი ამ ლოგიკით ახლა როდესაც უყურებ უკრაინის მაგალითს და შენ NGO-შნიკი ხარ. მაინც საფრთხეს შეიძლება ვერ ზგნობდი. და ეგაც ლოგიკურიც არის. მაგრამ მეორე მხრივ ვიცი რა არის? მოდი ახლა წარმოვიდგინოთ, აი უფრო ეს საკითხი უფრო მაინტერესებს მე. იმიტომ რომ NGO-ების საკითხი უკვე იმდენად გასაგებია საზოგადოებისთვის. მათ რეიტინგებში ჩანს ეს, მათ დამოკიდებულებაში ჩანს ეს, რომ ეს საკითხი მგონი არის უკვე საზოგადოების მიერ კარგად გაცნობიერებული, თუ ისთან აქვს საქმე. მე უფრო მაინტერესებს რა. აი იცვლება რაღაც ლიბერალური წესრიგი თითქოს, ხო? აი რას ხედავ შენ? რა სისტემა შეიძლება, რა მოდის, რა კონტურები აქვს ამას და კონკრეტულად საქართველოში რას ხედავ? აი რა ტენდენციებს ხედავ შენ? ესე იგი, პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენ გვიჭირს ხშირად ვიფიქროთ 5, 10, 20 წლის მიღმა. ანუ არ ვფიქრობთ მომავალში რა უნდა გავაკეთოთ, ანუ ცხოვრობთ დღევანდელი დღით, პოლიტიკურ ელიტებს გულისხმობ. აქამდე რასაც მთავრობა აკეთებდა, იყო სწორი. კონკრეტულად გულისხმობ ის, რომ არ ჩავრთულიყავით ომში, აგვერიდებინა ყველანაირად ეს ძალიან რთული ვითარება. ეს იყო აბსოლუტურად სწორი და მე მგონია, რომ ამაში ბევრი არ შეგვეკამათება. მაგრამ ახლა პრობლემა სხვა რამეში ვხედავ. პრობლემას ვხედავ სიღარიბეში პოლიტიკური კლასის, ანუ აზროვნების სიღარიბეში. ანუ ისინი ვერ იაზრებენ რის წინაშე ვდგევართ დღეს ჩვენ. ანუ შეიძლება ითქვას, რომ დაბრმავებულები არიან საკუთარი წარმატებით. ახლა რას ნიშნავს ეს? დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდა, ანუ ბოლო წლის განმავლობაში იყო 11%, ხო? და საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. ასევე მოახერხეთ ის, რომ ომს გავქცეოდით. ასევე მოხერხდა ის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი მეტნაკლებად განიმუხტა, ხო? ვისთვის როგორ, მაგრამ მე ასე ვთვლი, რომ განიმუხტა მეტნაკლებად. მაგრამ ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარი არ ხდება, არც მთავრობიდან და არც ოპოზიციის მხრიდან. მაგალითად ის, რომ მოსახლეობისგან იცლება ქვეყანა და 30%-ით შემცირდა მოსახლეობა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამაზე არ მიდის საუბარი. ის, რომ დემოგრაფიული მიმართულებით კრიტიკულ მდგომარეობაში ვართ, ამაზე არ მიდის საუბარი. ის, რომ უმუშევრობა კვლავ მაღალია და საკმაოდ კრიტიკულად მაღალია, ხო?
ამაზე ნაკლებად საუბარი მიდის. მიდის საუბრობენ იმაზე, რომ აი ჩვენ უმუშევრობას შევამცირებთ, ამ და ამ პროცენტამდე დავიყვანთ, ასე შემდეგ. უმუშევრობა თავისთავად შემცირდება, თუ შენ მოსახლეობა შეგიმცირდება. პირობითად, ხო? ანუ ის სამუშაო ძალა თუ გავა ქვეყნიდან, უმუშევრობის დონე შეიძლება შემცირდეს ამის შედეგად, ხო? კიდე არის საუბარი იმაზე, რომ შემოსავლები იზრდება ქვეყანაში. მაგრამ ვისი შემოსავლები იზრდება? თუ ელიტების შემოსავლები იზრდება მხოლოდ ეს დოლარი ანაწილდება სხვა ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, ეს იწვევს ისევ და ისევ ქვეყნიდან ადამიანების გადინებას. ჩვენთან რომ კარგი მდგომარეობა იყოს ეკონომიკური, ხო? და შემოსავლები მართლაც იზრდებოდეს ყველასი. მაშინ ამდენი ადამიანი არ წავიდოდა ქვეყნიდან, ხო? არის პრობლემები საცხოვრისთან დაკავშირებით, ხო? ახალგაზრდა ადამიანებისთვის. აი, მოდი ესე ვიტყვით, არის საბერძნეთის მაგალითი. ყველგან აღმოსავლეთ ევროპაში და ბალკანეთში ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან. ყველგან დემოგრაფიული დაცლა მიდის. ერთადერთი შეიძლება იყოს პოლონეთი, რომელმაც შეინარჩუნა საკუთარი ინდუსტრია და ცოტა სხვა მდგომარეობაში არის, მაგრამ სხვა დანარჩენი პოლონეთის გარდა ყველგან არის დემოგრაფიული დაცლა. კი, აბსოლუტურად. ამ ტენდენციის ნაწილი ხარ შენც. ამ ტენდენციის ნაწილი ვარ, მაგრამ ახლა ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? დავსწრეთ და თქვათ, რომ ეს ტენდენცია უბრალოდ და მოდი თვითგანადგურებას ჩვენ თვალით დავაკვირდეთ და ეს ასე იქნება, ან ვიფიქროთ როგორც საზოგადოებამ, რომ აი როგორც თქვათ პირობითად თქვით, რომ აი სხვებს ამნაირი პოზიცია აქვს, მაგრამ ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჩვენ არ გვინდა ომი, ხო? აი ესე უნდა თქვათ, რომ რაღაც ტენდენცია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ამ ტენდენციის, ასე თქვათ, ამ ტენდენციის მიყოლა და გვინდა რომ სხვანაირად მოვიქცეთ. და ამის გაკეთება შესაძლებელია, ანუ ისტორია არსებობს, რომ ამის გაკეთება არის შესაძლებელი და ამაზე უნდა მიდიოდეს მრჩევლობა. რომ როგორ შევცვალოთ ეს ყველაფერი, როგორ შევცვალოთ ეკონომიკური მოდელი და არა მხოლოდ ეკონომიკური მოდელი, უსაფრთხოების მოდელიც, იმიტომ რომ დღეს შეიცვალა სამყარო, ნატოში აღარ გვიღებენ. რა არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტია? აი, გვყავს 40,000 პირობითად, ხო? ახლობთ მაგდენი ჯარისკაცი. ანუ ვისგან ვიცავთ 40,000 ჯარისკაცით თავს? ანუ რა სჭირდება? ანუ ან უნდა გყავდეს მართლა ჯარი, ან არ უნდა გყავდეს ჯარი. ხო? არ შეიძლება ბუტაფორია გქონდეს იმისთვის, რომ თქვათ რაღაცა, აი, ატრიბუტები მჭირდება, რომ სახელმწიფო რო ჯარიც უნდა მყავდეს, ხო? ანუ ჩვენ თუ ვამბობთ, რომ სუვერენული სახელმწიფო ვარ, ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ნატოში აღარ გვიღებენ პირობითად, ხო? ანუ ჩვენ გვჭირდება რაღაცა ახალი კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი, ხო? ბევრი ჯერლობა შეიძლება ამაზე და შეიძლება ეს ცალკე თემის ის იყოს გადაცემის ნაწილი, მაგრამ რაღაც ამაზე ფიქრის დაწყება რო აუცილებელია, ამას წყალი არ გაუვა, ხო? ეს შეიძლება იყოს მაგალითად ის, რომ ყველა მსახურობდეს ჯარში, პირობითად, რომ გაგაჩნდეს 300,000 კაციანი რეზერვი, და აქ არ იქნება არავითარი განსხვავება, იქნება ღარიბი, მდიდარი, ბანკირი, თუ ასე შემდეგ. ყველა იმსახურებს ამ ჯარში და ეს იქნება ეგალიტარული თავისი არსით, ანუ ყველას შეეხება და ეს იქნება ჩვენი თავდაცვის მექანიზმი. თუ ჩვენ ვართ მიუმხრობელი სახელმწიფო, თუ ჩვენ არა ვართ რომელიმე ბლოკის ნაწილი, ხო? ესე შეიძლება პოზიციის დაყენება, მაგრამ ეს ერთი ნაწილია უსაფრთხოების. მეორე არის დემოგრაფია, მესამე არის ინდუსტრიალიზაცია, ხო? და ამაზე საერთოდ არ მიდის. ანუ ეს ამაში ვხედავ მე პრობლემას დღეს, რომ კი ეს კრიზისული პროცესი გადავლახეთ, მაგრამ ერთი მხრივ თავრობა არის გარკვეულწილად თავბრუდახვეული საკუთარი წარმატებით და მეორე მხრივ ოპოზიცია არის საერთოდ განადგურებული და წყალწაღებული იმ მხრივ, რომ მათ საერთოდ არ ესმით, რაზე უნდა ილაპარაკონ. ამაშია პრობლემა. მოდი რადგან ესეთ რაღაც გულახდილი საუბრები დავიწყეთ. მოდი საზოგადოებასაც შევხედოთ მესამე ნაწილი რა. დაწყებულია ჩემი აზრით არქაიზაცია. აზროვნების არქაიზაციაა დაწყებული და ღრმადაა ეს შესული ეს არქაიზაციის პროცესი და რატო? ანუ ძალიან მარტივი პოლიტექნოლოგიური რაღაც ილეთები ესე ვთქვათ, მუშაობს, მაგრამ როგორც კი შენ რაღაც სერიოზულ საკითხების დაყენებას დააპირებ, საზოგადოება არ არის მზად შინაგანად მზად, რომ ეს ამ საკითხების ფუნდამენტი თვითონ იქცეს, რომ მოითხოვოს, რომ რაღაცა, ანუ ცვლილებების ბიძგი თვითონ იქცეს. ამიტომ
ის პოზიცია რომ შენ ახლა მოთხოვო ამ შემთხვევაში მარტო ხელისუფლებას ეს სიგნალები არ აქვს სიამდვილეში. კი არის რაღაც სტატისტიკები, არის რაღაცა ის, მაგრამ ეს ყველა ხელისუფლება ხო ერთადერთ პრინციპში ერთადერთ მოხდეს ესა ძალაუფლების შენარჩუნება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ხო? თუ მე მინიმალური დანახარჯებით ვინარჩუნებ ძალაუფლებას, აგერ ოპოზიციას ვანადგურებ, ხო? ზედმეტი ბერკეტების აშენება, ხო, ყოველთვის არის ზედმეტი ხარჯი და შეიძლება ძალაუფლების შენარჩუნების არც ისე ეფექტური იყოს ეს ლოგიკა. და იმისთვის რომ მას დაჭირდეთ ეს, საჭიროა საზოგადოების აქტუალიზაცია. და მე უბრალოდ ცოტა ნიჰილისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ საზოგადოება ვერ აჩვენა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, რომ მას შეუძლია სხვა საკითხების ლობირება ისე რომ ხელისუფლებას მოუწიოთ ესა თუ ის ნაბიჯები გადადგან. პრობლემა რაშია ნოყრიცი? საზოგადოებას ვერც ვერაზროს მოახდენს ამ საკუთარი თავის მობილიზაციას. ანუ მე არ მჯერა აი ესეთი ქართულად როგორ ნიშნავ რაღაც grassroot ის პროცესები, რომ აი ქვემოდან წამოსული პროცესების. მე ყოველთვის მგონია რომ ეს პროცესები არის უფრო ასე ვთქვათ განპირობებული იქიდან თუ რა ტიპის ელიტები არსებობს საზოგადოებაში. ამას გულისხმობ. მეც არ მიმაჩნია რომ მასები მაგრამ მასების პასუხი როგორც ყოველთვის არის ქაოტური. მასების პასუხი არის ქაოტური. რას ნიშნავს? ანუ ისტორიაში არის ესეთი პროცესები, ხო? ანუ როდესაც შენ გავს აღმავლობის ხანა, ეკონომიკას ესეთი რამე ახასიათებს. ანუ გაქვს აღმავლობის ხანა, ეკონომიკა იზრდება, აღწევს რაღაცა პიკს და სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ომი, შეიძლება იყოს ვთქვათ ფინანსური ბუშტები, მაგალითად, ხო? რასაც ან მშენებლობის ბუშტი, რაც რის საფრთხეს დღეს სამწუხაროდ არსებობს საქართველოში. მშენებლობის ბიზნესში, რომ ყველა ამით არის გატაცებული, რომ არის მაგრამიდის მშენებლობა, რაღაც მომენტში ეს შეიძლება საფრთხე იყოს. შემდეგ ამას მოყვება დაღმავლობის პროცესი. და როდესაც ეს დაღმავლობის პროცესი იწყება, ამ შემთხვევაში პასუხი საზოგადოებისგან არის როგორც ყოველთვის ქაოტური. თუ არ არსებობს პასუხისგებლიანი, ესე იგი ვიზიონერული პოლიტიკური ელიტები, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ესე ვთქვათ, აი ამ ქაოტურ მოძრაობებს, ხო, რაც ჩვენ 90-იანებში დაგვემართა. მაშინ ვინც იყო პოლიტიკური ლიდერები, მათ არ გააჩნდათ ხედვა იმისა, როგორი იქნებოდა საქართველო, როგორი იქნებოდა მისი ეკონომიკა, როგორი იქნებოდა მისი ჯანდაცვა, როგორი იქნებოდა მისი განათლება. ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ. ხო, ისინი იყვნენ ძალაუფლებაზე ორიენტირებული, ან რაღაცა ეფემერულ დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული, ხო, რაღაცა მითებზე იყვნენ ორიენტირებული. ამიტომ მე გეთანხმები იმაში, რომ ძალაუფლება ცხადია ცენტრალურია ამ პოლიტიკურ პროცესებში და ნებისმიერი ხელისუფლება ამას ცდილობს. მაგრამ რა განასხვავებს კარგ ხელისუფალს ცუდი ხელისუფლისგან? განასხვავებს ის, რომ ის გონიერია, ის ბრძენია და ხედავს 5-10 წლის შემდეგ რა იქნება. ხო? რა განასხვავებს ჩვენს კარგ მეფეებს ცუდის მეფეებიდან? სამწუხაროდ ბევრი არ ყავდა ესეთი კარგი მეფეები, ხო? მათ განასხვავებს ისინი, რომ ისინი იყვნენ კარგად ორგანიზებულები და მათ გააჩნდათ სტრატეგია. დღეს ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვართ მეტისმეტად ქაოტურები. ჩვენი პოლიტიკური კლასი არის აი ამების მდგომარეობაში რეაგირებს პროცესებზე და არ გეგმავს. ის არ გეგმავს რა იქნება 5-10 წლის შემდეგ. ანუ ჩვენ არ ვიცით მაგალითად როგორი განათლების სისტემა გვექნება, აი რას ვამზადეთ, აი დღეს რო სკოლაში მიყვავს ბავშვი, რას ვასწავლით მას, როგორი მასწავლებელი გჭირდება, რა ცოდნა უნდა მიცეს მან ჩვენს იმას მოსწავლეს დღეს, როდესაც წავა სექტემბერში მოსწავლე, ხო? ანუ რა ტიპის იდეები უნდა მისცეს, რა ტიპის უნარები უნდა მისცეს მას, ხო? ამიტომ გვაქვს დიდი ჩავარდნები ბევრი მიმართულებით, ხო? და ეს ასე ვთქვათ, ჩემი აზრით, ეიფორია აუცილებლად დასაძლევია და ჩვენთვის როგორც ინტელექტუალებისთვის ეს არის დიდი პასუხისგებლობა, რომ ჩვენ არ შეიძლება მივცეთ ელიტებს იმის უფლება, რომ ისინი ჩავარდნენ თვითტკბობაში. ცხადია, როდესაც ქვეყანა სახელმწიფო იყო აი ამ კრიტიკულ ვითარებაში, ჩვენ სახელმწიფოს ჩვენს ქვეყანას ვედექით გვერდში და ვამბობდით, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს ამ ოფში და მის გვერდით ვიყავით და მათ შორის ამ გლობალურ დაპირისპირებაში. მაგრამ როდესაც ეს პროცესი დაიძლია და ჩვენ ახალ ეტაპზე გადავდივართ,
ჩვენთვის როგორც ინტელექტუალებისთვის აუცილებელია, რომ ასე ვთქვათ, სხვა ასე ვთქვათ, პოზიციებზე გადავიდეთ და სხვა რაღაცებზე დავიწყოთ ლაპარაკი, რაც ფუნდამენტურია. და მათ შორის მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ თუ მათ ძალაუფლების შენარჩუნება უნდათ, ძალაუფლების შენარჩუნება სჭირდება რაღაცა გარკვეული ეკონომიკური ცვლილებები და პოლიტიკური ცვლილებები, განათლების მიმართულებით ცვლილებები, ინდუსტრიალიზაციის მიმართ ცვლილებები, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ეს შენებლობის ბუშტი მაგალითად რაც არის ძირითადი მამოძრავებელი დღეს ჩვენი ეკონომიკის, ხო? რომ აი ბევრი სახლები შენდება პირობითად. მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება დადგეს ისეთი ვითარება, როდესაც დაისვას კითხვა, კი, მაგრამ ამდენ სახლს რო ვაშენებთ, ვისთვის ვაშენებთ? ვინ იცხოვრებს იმ სახლებში? თუ ადამიანების შემოსავლები არ იზრდება, ხო? მე ეს რას გამოიწვევს? ეს გამოიწვევს იმას, რომ დაეცემა ბინების გაყიდვა. ბინების გაყიდვა რო დაეცემა, კომპანიები აღარ ააშენებენ ახალ ბინებს. როდესაც ახალი ბინები აღარ აშენდება, მოხდება ადამიანების, ასე ვთქვათ, სამსახურიდან გაშვება, ვინც მშენებლობის სექტორშია. როდესაც ისინი სამსახურს დაკარგავენ, შემდეგ ვერ მოახერხებენ ვალების გადახდას, ვერ იყიდიან ახალ პროდუქციას, ეს დაარტყამს სხვა სექტორებს და ამის შედეგად ჩნდება ზუსტად ეკონომიკური, როცა იმედია ეს არ მოხდება, მაგრამ ამის რისკი საკმაოდ დიდია დღეს. მაგრამ ამას ვერაცნობიერებენ სამწუხაროდ, იმიტომ რომ აი ეკონომიკა იზრდება, ყველანი ბედნიერები ვართ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ დაუშვათ დამთავრდა უკრაინაში ომი, დაუშვათ აღდგა გარკვეული ეკონომიკური კავშირები ევროპასა და რუსეთს და დაუშვათ ჩვენი როლი აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი, ხომ? არ ხდება რა გარკვეული პროდუქციის რეექსპორტი და აღარა ვართ ჩვენ ამ როლის დამკავებელი. მე რას ვაკეთებთ? მე რას და ამის შესახებ უკვე ლაპარაკობს მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, როლი გარკვეულწილად შეიძლება შემცირდეს და ჩვენი ეკონომიკურის და გარკვეულწილად შეიძლება შემცირდეს, იქიდან გამომდინარე, რომ აღარ ვიყოთ იმ პროცესებში ჩართული, იმ ეკონომიკურ პროცესებში ჩართული, რაშიც ახლა ვართ ჩართული. იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა, პატოსი საინტერესოა, ნაწილობრივ ვიზიარებ, იმიტომ რომ საჭიროა რაციონალური პოლიტიკა იყოს, გააზრებული პოლიტიკა იყოს, რაც თავარია და არ იყოს მოკლევადიანი რაღაცა წარმოდგენების ტყვეობაში არ ვიყოთ, იმიტომ რომ ვითის გადარჩვით, მოდი ესე ვთქვათ, გადარჩვით, იმიტომ რომ ჩვენ თავს აღვიქვავდით როგორც ისტორიულ ერს. ისტორიული ხალხი ვიყავით და ჩვენ საკუთარ თავს გამიხილავდით როგორც იმ ხალხს, რომელსაც უნდა ამ ტერიტორიაზე უნდა ეცხოვრა საუკუნეების განმავლობაში. და იმისთვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ ამ ტერიტორიაზე საუკუნეების განმავლობაში, საჭიროა ხანგრძლივი დროით ვიფიქროთ და გქონდეს რაღაცა ინტელექტუალური და გონებრივი პოზიციები. დაწერეთ კომენტარები, დაწერეთ თქვენი პოზიციები, ვინ ეთანხმება სტატუსს, ვინ არ ეთანხმება, რა შეეთანხმებით, რა არ ეთანხმებით. გქონდეს დისკუსია და ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე. საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება. მოკლედ, მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.